გამარჯობა, ეთერშია საზოგადოებრივ ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთწლოვნებამდე. მე გახლავართ დავით გალეგაშვილი, ხელმძღვანელი საზოგადოებრივი ორგანიზაციისა ერთწლოვნება საზოგადოების უფლებებისათვის. მე და ბატონი ლევ გერუნჯიანი ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემების ციკლს, რუბრიკას, რომელსაც ეწოდება უმაღლესი განათლება 21 საუკუნეში. ჩვენ წინა გადაცემებში შევეხეთ ინტელექტს, ადამიანს, ხელოვნურ ინტელექტს, მედიცინას, ფსიქოლოგიას, მეორე სხვა საინტერესო თემას. გამარჯობა, ბატონო ლევ. გამოვაგზავნოთ ჩვენი ციკლი და დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა, რომელიც უმაღლეს განათლებას შეეხება. დიახ, და ბატონო დავით, მე მგონი აი ჩვენ თანდათანობით უკვე ვაგებთ იმ პლატფორმას, აი მძივებით თამაშზე იყო საუბარი და აი ძალიან მარტივი ხერხებით ვქმნით გარკვეულ წარმოდგენას სამყაროზე და როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც აი ამ სამყაროში, ჩვენ სამყაროში არსებობს, ხო? და როგორ უნდა მოვამზადოთ, რა უნდა ვასწავლოთ და ჩვენს მაყურებელს, ერთგულ მაყურებელს ალბათ ახსოვს რა გზა გავიარეთ და მოდელი წარმოვიდგინეთ, ხო? მე ისევ შევეცდები აი ჩემი აი ეს ლაბორატორია ისევ აქ გვაქვს და სიმბოლურად ჩვენ მოდით და ეს გავიმეოროთ, რა ფერი შევარჩიოთ, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენ ასეთნაირად ავაგეთ, ხო? ჩვენი რომ აი არის ერთი წარმოდგენა, როგორც სისტემის ელემენტი, ჩვენი სამყარო, რაც ადამიანს არ შეუქმნია, ამას ედება ის, რაც ადამიანს შეუქმნია, ანუ ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ, ვარსებობთ, გარკვეული გზა გაიარა ადამიანმა კულტურის შექმნით, ანუ ცდებით და შეცდომებით საუკეთესო იდეებს პოულობდა, საუკეთესო ვარიანტს თავაზობდა საზოგადოებას, ამით სარგებლობთ და ამით გავიგეთ და კარგად გვახსოვს რა არის კარგი, რა არის ცუდი ჩვენი, როგორც ბიოლოგიური და სოციალური ობიექტებისათვის, ხო, ეს ტერმინი ვიხმაროთ, ანუ ამას დაედო კულტურა, ამ პირველ ორ ელემენტს შეიძლება დავარქვათ ჩვენ ნოოსფერო, ნამდვილად იყო შემოღებული და აქვე არის კიდევ კულტურის გარდა მეცნიერება დაედო ამას, ხო და აი მასწავლებლებს და ჩვენ მაყურებელს ვთავაზობთ, რომ თქვენც იქონიეთ შექმნით თქვენთვის, არ გჭირდებათ ამისთვის რაღაც რესურსები, რაღაც თანხები და ბავშვებს თუ დაელაპარაკებით აი ესეთნაირად, იმიტომ რომ პირველად ესმით აი ეს ტერმინოლოგია და აი ასეთ ვითარებაში მათი ვიზუალური პროცესორი იწყებს მუშაობას და ეს ობიექტური გახდა. მერე შეგიძლიათ შევთავაზოთ ბავშვებს, აბა ფერებს როგორ შეარჩევდით თქვენი ინდივიდუალობა რო გამოჩნდეს, ხო? სამყარო რა ფერის იყოს, ნოოსფერო, ანუ თუ დაუმატებთ ამას ტექნოლოგიას, რა ფერის იყოს და კულტურა, მეცნიერება, აი მე ხანდახან ვეუბნები ასეთ რაღაცას, რომ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ნუ კულტურა, მე ვფიქრობ, საუკეთესო იდეების, აი ესეთი ევოლუციური შედეგია, რომელიც გამოხატულია ადამიანის აგრეთვე საქმიანობაში, წიგნებია დაწერილი, მშვენიერი, ჩვენ ვკითხულობთ ამას, ვამდიდრებთ, ტაძრებია აშენებული, გასაკუთრებული, ხო, ინფორმაცია არის, მაგრამ ეს ყველაფერი მოპოვებულია ცდებით და გარკვეული გამოცდილებით. აი მეცნიერება მოგვიანებით გაჩნდა და მეცნიერებამ დაიწყო უკვე აქ დალაგება თავისი მეთოდები და მიდგომებით. აი მომყავს ესეთი მაგალითი, რომ კულტურა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სამფერა შუქნიშანი, რომ ვიცით კულტურიდან გამომდინარე რა არის ცუდი, წითელი, რა არის კარგი, მწვანე და მათ შორის არის ყვითელი, რომელიც გარდამავალია, ანუ კულტურას ჯერ არ შეუსწავლია, ისევ ცდებს, ისევ დაკვირვების პროცესშია, მაგრამ მეცნიერება ეხმარება ამას, რომ აი ორფერი შუქნიშანი გვაქვს, როგორც გადასასვლელზე, ან ვჩერდებით, წითელია, ან მოძრაობთ მწვანეა. აი ესეთნაირად შეგვიძლია ვთქვა. და აი რაზეც დღეს ვილაპარაკებთ, ეს ყველაფერი, ანუ პირველი არის მოცემული, როგორც რეალობა და ეს დანარჩენი სამი ადამიანმა შექმნა, რომელიც არის ამის ყველაფრის ნაწილი და რამდენად ვიცნობთ ჩვენ ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ ობიექტს, რომელმაც
სამყაროსთან ურთიერთობაში შედის და საკუთარ თავს რამდენად ვიცნობთ. ანუ ფსიქოლოგიის სფეროში ვიჭრებით და არ უნდა დავკარგოთ ეს მთავარი გეზი, რომ განათლება უზრუნველყოფს მეცნიერებას, უზრუნველყოფს კულტურას, შენახვას, ეს აუცილებელი ელემენტია იმ ნოოსფეროში ჩარევას, ტექნოლოგიების სადაც არის და ბუნების შესწავლას. ანუ აღმოჩნდა ესეთი რაღაცა, რომ ვიცით სამყაროს შესახებ ძალიან ბევრი, ვიცით ტექნოლოგია როგორ და რანაირად მუშაობს, ვასწავლით ჩვენ სტუდენტებს, პროფესიონალები ხდებიან, შეუძლიათ რაღაცები აკეთოთ. კულტურით ვტკბებით, ვიყენებთ ამას ჩვენ სოციალურ გარემოში აუცილებელი ნაწილია. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მთელი მიმართულება ემსახურება ზუსტად კულტურის შენახვას, კულტურის კარგად შეფუთვას. შენახვას, გადაცემას, ეს ისტორიული მისია არის საერთოდ ჰუმანიტარული მეცნიერებების და უახლოვდება ადამიანის თვისებების შესწავლას თუ რას წარმოადგენს ადამიანი როგორც კულტურული უპირატესობა. ცივილიზაცია ასე ამბობენ, მაშინ ჩნდება, როდესაც უნარი აქვს ადამიანს, რომ ის რაც იცის, შეინახოს და გადასცეს. ანუ ამ სიტუაციაში ბუნებრივად მივედით აი ამ დასკვნამდე. აქვს ამის უნარი, რაც იცის, შეინახოს და გადასცეს. აი აქ უკვე ახლოს არის ასპარეზი, რომელიც ორივეს გვიყვარს, ქართული ალფაბეტი. ახლოს არის. ესეც ხო იყო, ხო? ესაა მთავარი. ეს არის მთავარი და ეს საოცრება, მე მგონი ამას ერთი საუბარი უნდა მიუძღვნათ, იმიტომ რომ მე აი მოვისმინე იმ ადამიანის პატარიძის ლექციები, სამი ლექცია ამ საკითხზე, როდესაც ამ საკითხებზე მუშაობდა ცოცხლად, აი ჩემთვის საოცრება იყო, რომ გასულ საუკუნეში იქნებოდა. კი, ეს იყო გეტყვით 1979 წელს, 79 წელს. წიგნი არ იყო გამოსული. წიგნი არ იყო გამოსული. ზუსტად ეს იყო პირველი რომ დაიწყო გამოსვლა, მისმა მეგობარმა ჩამოიყვანა აბასტუმის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში და ეს იყო სასწაული და კალენდარი რატომ ანუ აი დღეს რო არის ესეთი რაღაც უცნაური საუბარი საერთოდ არქეოლოგიაზე და ასტროლინგვისტიკაზე მე არ მიმაჩნია გამართლებულად, იმიტომ რომ უკეთესად თქვენ ხართ ამის პროპაგანდისტი, ეს ის დარგია, რომელიც ფსიქოლოგიას ემიჯნება. ანუ ჩვენ არქეოფსიქოლოგია ალბათ და ეს საკითხები აუცილებლად ერთად უნდა განვიხილოთ. ეს ახალი ტერმინია, არქეოფსიქოლოგია. დიახ. აი მოდით აი ესეც, იმიტომ რომ აი ჩემთვის ეს იყო სასწაული, ეს სამი ლექციები, როდესაც ცოცხალი ადამიანი აგერ ლაპარაკობს და ყვებოდა როგორ აღმოაჩინა ეს ყველაფერი მიმდევრობით, ანუ მოგზაურობდა იმ ისტორიაში, იმ ხანაში, როდესაც ეს პითაგორული სკოლა რო რიცხვით ყველაფერი რეალობასთან ურთიერთობით. აი ნახეთ, სად არის ეს ყველაფერი, ანუ ადამიანი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, აი ამ სამყაროს შემეცნებაში, აი ესეთ რაღაცას მიაღწია. ხო? ანუ ეს ჩვენი პირველი, მე ხლა ვცდილობ, რომ აი ჩვენს საუბარში ისე დავაფიქსირო, რა გზა გავიარეთ, ჩვენ სადამდე მივედით და აი ეს სფეროები და აუცილებლად კიდევ ელემენტები, დამაკავშირებელი ელემენტები, რა ჩვენ გამოვიყენეთ, აი ეს ჩვენი მძივები, მოდით ესეც ისე გავიმეოროთ და სხვადასხვა თვისებების მქონე. ანუ ზოგიერთი მძივი მხოლოდ ვთქვათ, აი ამას აკავშირებს. პირველი და მეორე, ხო? ანუ ეს არის კანონზომიერება, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, როდესაც ჩვენ ბუნებასთან შევდივართ ურთიერთობაში, ჩვენი ადამიანური ტექნოლოგიური მიღწევები და ალბათ ეს უნდა იყოს ეკოლოგიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ეს პრობლემა გვაქვს, ხო? და არის ზოგიერთი მარგალიტი, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ სფეროს აკავშირებს და ეს მარგალიტები აქ არის და ეს მარგალიტები ფსიქოლოგიასთან არის უშუალოდ კავშირში. ახლა რა ხდება ამ დარგში?
უნდა ვიცოდეთ თუ არა საერთოდ ფსიქოლოგიის საკითხები, ფსიქოლოგიის საწყისები მაინც მე ვთვლი რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს რა არის რას წარმოადგენს თვითონ როგორც ინტელექტუალური არსება, მას შევეხიათ, ანუ რამდენად შეუძლია წარმოიდგინოს მომავალი, დაგეგმოს, თავისი სურვილები მოათავსოს რაღაც მიზანსწრაფულ გეგმებში, შეაფასოს რეალობა, ვიმეორებს გამარტებას, დაგემოს ოპერაციები, დრო, რესურსები და მიაღწიოს ამას. ანუ ინტელექტუალური არსება რამდენად არის. აი, ყოველთვის ხდება ესეთი რაღაცა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი შემოდის უნივერსიტეტში, პირველად იწყებს აი ამ რაღაცებზე ფიქრს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის ნაწილი საერთოდ პროგრამის უნდა იყოს ყველა სფერო. ანუ უმაღლეს განათლების სისტემაში და ხოსე ორტეგა გასეტის ზუსტად უნივერსიტეტის მისია, რომელზეც ვლაპარაკობ, ყველა ამ ასპექტს აერთიანებს. აქ არის პროფესიაც არის, თქვენ თუ აირჩევთ თქვათ აი ნოოსფერულ გარემოს, სადაც არის ადამიანი და ბუნება, ან მკვლევარი გამოხვალთ, ან ინჟინერი, ან ტექნოლოგი, უშუალოდ ახალ რეალობას შექმნით. ეს არის პროფესიული, როდესაც აი ასეთი ინტერდისციპლინარული ურთიერთობა ხდება. და რაც უფრო ვამდიდრებთ ამას, და გვეუბნება ხოსე ორტეგა გასეტი ჯერ კიდევ 30-იანი წლების ბოლოს 44 წელს გამოვიდა მისი წიგნი, რომ აუცილებლად ეს უნდა იყოს დაგვირგვინება, კულტურა, მეცნიერება და პროფესიონალიზმი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხოსე ორტეგა გასეტის უნივერსიტეტის მისია ამას მოიცავს. ეხლა რა ხდება ფსიქოლოგიაში? ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგი იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ მე-19 საუკუნეში ვილჰელმ ვუნდი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ იცით, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის მეთოდები, რასაც ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში გამოიყენება. პირველი იყო, რომ თქვა, ეს უნდა დავიყვანოთ, ანუ უნდა დაუახლოვოთ ერთმანეთს ფსიქოლოგია და ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მეთოდები, მიდგომები და ფსიქოლოგიას უნდა გახდეს ამ ასპარეზის დარგი და განათლებაზე უნდა იყოს ეს ყველაფერი ფოკუსირებული. ნახეთ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, ხო და დიმიტრი უზნაძე უნდა ვახსენოთ, ვუნდის სკოლის მიმდევარია. დიმიტრი უზნაძე შექმნა ზუსტად ისე პრინციპულად ახალი, რაც დღეისათვის გამოყენებადია აუცილებლად. აი, ყოველთვის ხდება ესეთი რაღაცა. მე გეტყვით, რომ დღემდე ვუნდის ის მაშინ დასმული ამოცანა მხოლოდ ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში არის გადაწყვეტილი. მსოფლიო ფსიქოლოგია სხვა მიდგომით მიდიოდა, ძალიან ასე ვთქვათ, ბევრი მძივები გაუჩნდა, რომლებიც არ იყო ერთიანი. და სულ როდესაც დიმიტრი უზნაძეს განწყობის ფსიქოლოგიაზე არის საუბარი, ფსიქოლოგებს ეშინიათ. მაშინ ეს ყველაფერი რაც იყო იქამდე გამოცდილება და რაც დაგროვებულია, უნდა გადაიწეროს ეს ყველაფერი. და ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც შემოდის აი ამ ასპარეზზე უნივერსიტეტში, რომელიც შემოდის, თუ არის სათანადოდ მომზადებული უკვე და მე მათემატიკური სკოლა დავამთავრე, 42 სკოლა, ბრწყინვალე ადამიანები, ну ასე ვთქვათ, უკვე ჩამოგვიყალიბდა რაღაცა ეს სურვილი რაღაცის შემეცნების და ბედნიერების გრძნობა, როდესაც რაღაცას გავიგებდით, აი დავიწყეთ აი ასეთ გარემოში უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობა დაგვანახეს ეს ყველაფერი. ანუ ადამიანი, რომელიც მოდის უნივერსიტეტში, უნდა დახვდეს მას ბუნებას, კულტურას, ყველაფერი. ანუ აი მოდელზე უნდა ვლაპარაკობდით.
რა დრო ჭირდება ამას სხვა საკითხია. და ნამდვილად ის პროგრამებიც იყო ასეთნაირად იყო აწყობილი და საერთოდ ევროპული კლასიკური საუნივერსიტეტო გარემო ასეთნაირად იყო აწყობილი. როცა მოხდა მისი სტანდარტიზაცია, ბოლონის პროცესი ბევრი რაღაცა დაირღვა აქ. ეხლა ნახეთ, ხდება ესეთი რაღაცა. მეც, ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც აქვს სწრაფვა და მოდი წარმოვიდგინოთ აი დღევანდელ ჩვენ საუნივერსიტეტო გარემოში მოდის ესეთი ადამიანი და რა ხვდება მას და რა ტიპის უნივერსიტეტები გვაქვს და როგორ არის დალაგებული ეს გარემო, რამდენად პრობლემატურია, რამდენად გადაწყვეტილია ეს პრობლემები, რა ხდება საერთოდ მიმოვიდგინოთ. და ფსიქოლოგიასთან მიმართებაში, აი უნდა იყოს თუ არა უნივერსიტეტის ყველა პროფესორი ფსიქოლოგი, უნდა იყოს თუ არა სკოლის ყველა მასწავლებელი ფსიქოლოგი, უნდა იყოს თუ არა ყველა ბავშვის ამხდელი ფსიქოლოგი. ფსიქოლოგობა და პედაგოგიკა როგორ კავშირში ერთმანეთთან? აი, მოდით ახლა გეტყვით ესეთ რაღაცას. არის თუ არა კავშირში. პედაგოგიკაში დაგროვებულია უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც არ არის მეცნიერულად კარგად დალაგებული. დღესაც ეს გამოცდილება არის აი ამ სამფერ შუქნიშანს რო ეს მეტაფორა რო გამოვიყენე, აი ამ ხვითელ ფერზე არის. ანუ ვიცით პედაგოგიკაში რა არ უნდა გავაკეთოთ, ვიცით კაფიოთ რა არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ შედეგის მისაღწევად ჩვენ აი ეს ხვითელი ხან აქეთ არის, ხან იქით არის და უზარმაზარი გამოცდილება არის დაგროვებული, რომელიც მოსაწესრიგებელია. და მეც დავიწყე ძებნა. მაგრამ სტარტი მქონდა აპოლონ ჩეროსიას ლექციები პრაქტიკულად საგანს დიალექტიკური მატერიალიზმი ერქვა, მაგრამ იმенно ფართო იყო ეს იყო აზროვნების ფსიქოლოგია და ფილოსოფია. განსაკუთრებული უნიკალური კურსი იყო. და უკვე მქონდა კარგი სტარტი. აი სხვებს რომ ველაპარაკები მიყვებიან, თქვათ ასეთი სკოლა, ისეთი სკოლა, ფსიქოლოგიური ამდენი სკოლები და როდესაც იწყება საუბარი, მე ყველა ამ სკოლის ძირითადი პოსტულატები დავყავს განწყობის ფსიქოლოგიას. ანუ მეც მოვიარე ეს ყველაფერი, იმდენად კარგად ვიყავი მე გაცნობიერებული, რომ ერთ უნივერსიტეტში, მეორე უნივერსიტეტში მომიწვიეს ზუსტად აი ამ ხიდების ასაგებად, აი ამ ზუსტად საბუნების მეტყო დარგებთან და ჰუმანიტარულ დარგებთან. ანუ ვიყავი მომზადებული და ნამდვილად შემიძლია დღეს ვთქვა, რომ მოვიარე ყველაფერი და საუკეთესო, ინვარიანტური, იდეალური ვნახე განწყობის ფსიქოლოგია არა მარტო უზნაძე, არამედ უზნაძეს სკოლა აპოლონ ჩეროზია და შოთა ნადირაშვილი. იმათ მას შექმნეს მთელი ასე ვთქვათ აი ტაძარი წარმოდგენების, რომელიც დღეს მთლიანობაში შოთა ნადირაშვილის მოძღვრება დაგანახეთ მაშინ წიგნი, დღესაც შეგვიძლია დაგანახოთ ეს წიგნი. პირველი გამოცემა არის, აქ უფრო ლაკონურად წერია. 2001 წელს იყო პირველი გამოცემა, აი ეს მისმა ვაჟმა მაჩუკა და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ანუ გვესმის ერთმანეთი, აი როგორც თქვენ ვლაპარაკობთ, ზუსტად ესეთერად ბატონ დიმიტრისთან გვაქვს, აი მისი ხელმოწერით არის აი აქ მაჩუკა ეს წიგნი, იმიტომ რომ გაუგეთ ერთმანეთს და დავიწყეთ აი ამ ხიდის აგება. ნახეთ ახლა რა ხდება. პრინციპები. ყოველთვის, როდესაც მეცნიერება ჩამოყალიბდება, რაღაც დონემდე მივა, პრინციპებზეა საუბარი, ანუ რა რაოდენობის პრინციპებით შეგვიძლია ჩვენ ვისარგებლოთ. ფიზიკაში, ზუსტად საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს პრინციპების რაოდენობა, ანუ მძივების რაოდენობა, რომლებიც რაღაც დარგს ასახავენ, იმ ძირითადი, აი რო გამოყოთ ჩვენ ვთქვათ ტექნოლოგიები და აი რამდენი დამახასიათებელი პრინციპი არის საკმაოდ მცირე. ფსიქოლოგიის ერთ-ერთ წიგნს, რომელიც გამოიცემა ყველაზე დიდი ტირაჟით,
რომელსაც ქვია ფსიქოლოგიის პრინციპები, ზიმბარდო არის ამის ავტორი, საკმაოდ ფილიპე ზიმბარდო განთქმული, კარგად სტრუქტურირებული წიგნია. ამ სისხლო წიგნია ყველაზე მასობრივი ტირაჟით. კიდევ ერთი წიგნი არის ფსიქოლოგია და საზოგადოება, რომელიც ქართულ ენაზე არის გამოცემული, მაგრამ ჯობდა რომ ეს ფსიქოლოგიის პრინციპები ყოფილიყო გამოცემული და რო ვათვალიერებთ აი ამ სტრუქტურას ამ წიგნის გამოდის რომ პრინციპებზეა საუბარი 52 პრინციპია. მე როდესაც შევისწავლე ეს ყველაფერი დავიწყე ფსიქოლოგიის მდგომარეობის შესწავლა, დავინახე რომ რაღაც უდათ არის ფსიქოლოგია ვერ ამბავს რაღაც თავის დარგებს, თავის ასე ვთქვათ, აი ფაქტობრივ მასალას და ამიტომ ამდენი პრინციპით სარგებლობს და სწავლების თვალსაზრისით ჯოჯოხეთი ხდება ამის ჩაბარება როგორც საქმის, ხო? ქართულ ფსიქოლოგიაში სულ სხვანაირად არის ეს ყველაფერი. ამ პრინციპების რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია კი არა, ნაპოვნია ზუსტად ის. განსაზღვრულია, იმიტომ რომ ნაპოვნია ის შინაარსი რაც არის. ახლა მე შევეცდები რომ საწყისებზე ვილაპარაკოთ გასაგები ენით. და საიდან უნდა დავიწყოთ ჩვენ დიმიტრი უზნაძეს მექანიზმიდან, აპოლონ შეროზიას დამატებითობის პრინციპიდან თუ შოთა ნადირაშვილის განწყობის ანთროპული თეორიიდან. აი წარმოიდგინეთ რომ აი ამ წიგნში უკვე სისტემაში არის მოყვანილი ეს ყველაფერი. ის პრინციპიც, ის ყველაფერი და ჩვენ თუ გვინდა რომ და სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე თუ გინდათ დაუფლება დიმიტრი უზნაძეს განწყობის მექანიზმის მისი მონოგრაფია, სამეცნიერო მონოგრაფია კი არ უნდა წაიკითხოთ, აქ უნდა წაიკითხოთ მოკლედ ლაკონურად დალაგებულად რა უწერია შოთა ნადირაშვილს. იქ ჩნდება ფაქტების კონსტატაცია, იდეების კონსტატაცია და კიდევ შეკითხვები, რაზეც ფსიქოლოგიამ თავისი განვითარების გზაზე უნდა უპასუხოს. მოდით აი ამაზე ვისაუბროთ და მე მინდა ისევ ის თეზისი, აი რას თქვი, თუ ადამიანს შეუძლია ამ რეალობის გააზრება, დალაგება, ინფორმაციული ასე ვთქვათ, გზავნილის სახით, ეს ტერმინი ჩვენთან არის შემოსული, ჩვენ მაშინ რაღაცა გვესმის. ანუ რა ქვია რომ მე რაღაცა მესმის, მე თუ შემიძლია ეს ყველაფერი დავწერო, დავხატო, დავშიფრო ალფავიტის ასოებით რაღაც ენაზე გადმოგიგზავნოთ თქვენ და თქვენ თუ ამას გაშიფრავთ, უკვე აღიქვავთ ამას და ნახავთ რომ თქვენ სამყაროშიც არსებობს ის რეალობა, რომელიც მე ავწერე. მაშინ თქვენ იტყვით რომ კარგად არის აღწერილი, რომ ბატონო ლევ, თქვენ იცით რაზეც ლაპარაკობთ, ხო? და თუ რაღაცას ნახავთ რომ თქვენ სამყაროში, თქვენ წარმოდგენებში ჯერჯერობით არ არის, თქვენ შემეკითხებით ამას, რომ აი აქ რაღაცა ვერ გავიგე და აი ასეთ საუბარში იკვეთება, შეიძლება მეც რაღაცა არ მესმის, მეც რაღაც ზედმეტად ბუნდოვნად, ჯერ ასე ვთქვათ, აი ხვითელ შუქზე მყოფი რაღაც რეალობა არასწორად აღნიშნეთ და შეიძლება ამ დიალოგში ეს გადმოვიდეს ან მწვანე ზონაში, ან წითელ ზონაში. აი ესეთნაირად შეგვიძლია ჩვენ აი ესეთნაირად ჩამოვახალიბოთ. ეხლა უშუალოდ უნივერსიტეტის პრობლემებს დავუახლოვდეთ აი ფსიქოლოგიის აი ამ ნაწილიდან. რა ხდება? აი როდესაც ჩვენ შოთა ნადირაშვილის განწყობის ანთროპულ თეორიას ვკითხულობთ, ვხედავთ რომ სამ ტიპს ფსიქოლოგიური განვითარების, ფსიქოლოგიური, ანუ სოციალიზაციის სამ ტიპს გამოყოფს ეს ადამიანი. პირველი არის ინდივიდი, რომელიც მარტივად აზროვნებს, მოკლე მეხსიერება გააჩნია. ეს შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც განვითარების სტადიაში არის, მაგრამ შეიძლება იყოს ზრდასრული ადამიანი, რომელიც დაასრულა თავის ინტელექტუალური განვითარების გზა და გაჩერდა რაღაც გარემოების გამო. არის მეორე ტიპი, ამის გაგრძელება არის ხოლმე, მაგრამ შეიძლება პირველ ტიპზე გავჩერდეთ. ეს არის უკვე სუბიექტი.
ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია უკვე მოდით ესეთნაირად თქვათ, რომ რაღაც ამოცანების ინტელექტიდან გამომდინარე რაღაც ადაპტაცია, რაღაც არ მოწონს და ეს ადამიანი იწყებს, მოდი ესე ცოტა გადავაკეთო, შედეგს მივახციე. ანუ არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ინსტრუქციებით სარგებლობენ. მითხარით ბოლოს და ბოლოს რა არის ეს უნივერსიტეტი და თქვენ წარმოიდგენთ, რომ ჩვენს საუნივერსიტეტო ისტორიაში და განათლებაში იყო მომენტები, როდესაც სერიოზულმა ფიზიკოსმა, ბატონმა გიადვალმა, ასეთი რაღაცა თქვა, რომ სკოლის მასწავლებლის პრობლემა არ არსებობს საერთოდ. რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა? სახელმძღვანელო უნდა წაიკითხოს და ბავშვს უნდა მოუყვეს. ყველა მასწავლებელმა იგრძნო, რომ ცუდად არის საქმე. მათი რეალური პრაქტიკიდან ასეთი რაღაცა არ გამოვა, მაგრამ მთელი მითითებებია, რომ მასწავლებელმა, როგორც ჯარისკაცმა, მხოლოდ ბრძანებები უნდა შეასრულოს და აი აქედან გამომდინარე გვაქვს ესეთი უკვე სირთულე ჩნდება, არიან სკოლები, არიან უმაღლესი სკოლები, სადაც ინსტრუქციებით არის ეს ყველაფერი, ხო? ერთი ნაბიჯი მარცხნივ, ერთი ნაბიჯი მარჯვნივ. ინსტრუქცია ზოგადად მოვლენაა ინსტრუქცია, მაგრამ ეს ინსტრუქცია შეიძლება იყოს კარგი და შეიძლება იყოს ცუდი. ეხლა ეს საფასებელი ინსტრუქციებია, თანხმდებადი ინსტრუქციებია. ინსტრუქცია თუ ეფუძნება აი ამ ობიექტურ მეცნიერულად დასაბუთებულ კანონზომიერებებს, მაშინ ეს ყველაფერი კარგად არის. ინსტრუქცია თუ მოდის გამოცდილებიდან, რომელიც ჯერჯერობით არ არის სამეცნიერო საფუძველზე დაყენებული, მაშინ ეს ინსტრუქცია შეიძლება იყოს დროებითი და დროებითი ინსტრუქცია უნდა დავარქვათ. ანუ ერთი ტიპის ადამიანი, ესეთნაირად ინდივიდი დავარქვათ ამას, ეს ბატონ შოთა ნადირაშვილის აკადემიკოსის ტერმინია, მეორე არის უკვე სუბიექტი, სადაც შეუძლია უკვე ადაპტირება და მესამე არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია უკვე კვლევის განხორციელება. ანუ აი ასეთი სამეული გვაქვს ჩვენ ინტელექტუალური განვითარების და უმაღლეს განათლებაში არ უნდა მოდიოდეს ადამიანი, რომელიც მხოლოდ ინსტრუქციებით სარგებლობს. ხო, ასეთნაირად აქვს აწყობილი თავის ცხოვრება. შეიძლება იყოს რაღაც გარემო, სადაც ძველ ტრადიციებზე აგებულია რაღაცა და ინსტრუქციები არის უკვე და ასეთნაირად ცხოვრობს, ვთქვათ, პირველყოფილი ტომი, რომელიც არის სადღაც ამაზონის ჯუნგლებში ან პაპუა ახალ გვინეაში, ესეც აღარ არიან უკვე. იქაც გაჩნდა უკვე სუბიექტების ის რაოდენობა, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის მონაპოვარი უკვე მიაქვთ იქ. ხო, ხდება განვითარება და მაგრამ ეს უკვე აყვანილია ხშირად რელიგიის ფორმაში, რომ ეს უნდა აკეთო, ეს არ უნდა აკეთო. და ის ყვითელი ფერის, რომ რა უნდა ვაკეთოთ, რა არ უნდა ვაკეთოთ, შეიძლება იქ არ იყოს ადამიანი, რომელიც მეცნიერულად მიაქვს მათ, რომ იცით რა, აი ეს ამიტომ არ უნდა აკეთოთ და ეს ამიტომ უნდა აკეთოთ, რომ განვითარდეთ ჩვენ ერთად. ანუ ეს საკითხები ყოველთვის არის. ანუ სამია ესეთი გრადაცია, ნახეთ, და საუნივერსიტეტო გარემოში ჩვენ ყოველ შემთხვევაში საქართველოში არის სასწავლო უნივერსიტეტი, ხო, და უნივერსიტეტები. ეხლა იცვლება ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება იყოს უნივერსიტეტი სასწავლო და არასასწავლო და კვლევითი. ანუ თავიდან რომ შემოვიდეთ ეს ყველაფერი, ბოლონიის პროცესი როცა დაიწყო, იყო ასე ვთქვათ გრადაციები. ყოველ შემთხვევაში 10 წელი რო გავიდა უნივერსიტეტის, შეიკრიბა ევროპული ქვეყნების განათლების მინისტრების ერთობლიობა და თქვენს რომ ხალხო წავაგეთ ბიუროკრატიამ გაიმარჯვა, არაფერი არ გამოგდეს, ფორმალიზაცია მოხდა თვალსაზრისით და არიქა რაღაცა უნდა უშველოთ ჩვენ ამ გარემოს და მივანდოთ ეს ყველაფერი ყველაზე დაინტერესებულ პირებს, სტუდენტებს და მათ პროფესორებს. გავიდა რამდენიმე წელი, მხოლოდ, აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბოლონიის პროცესში მხოლოდ 2009 წელს გაჩნდა დოკუმენტი.
არა იდეა, რომელმაც ეს მასები, ასე ვთქვათ, შეძრა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ჩვენ ვიწყებთ ახლა სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას და აქამდე რა იყო საერთოდ უნივერსიტეტის გარემოში ესეთი უცნაურობები. მე ყველა დოკუმენტი მაქვს შესწავლილი თავის დროზე. საქართველოში იყო ესეთი ორგანიზაცია, საქართველოს კოსმოსური სააგენტო, აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე ხელმძღვანელობდა. აქ კადრების, მაღალტექნოლოგიური კადრების მომზადების საკითხები იყო ძალიან სერიოზულად დაყენებული და მე ამას ყველაფერს სწავლობდი და ბატონ ჯუმბერს ვაწვდი ამ ინფორმაციას და ბატონ ჯუმბერს უნდა მიეწოდებინა ეს ყველაფერი მთავრობისათვის, იმიტომ რომ მაღალ ტექნოლოგიებზე იყო საუბარი, ანუ ეხებოდა კოსმოსურ სააგენტოს ის საკითხი, სადაც პიროვნებები უნდა მუშაობდნენ. ვისაც პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია. ნახეთ ესეც სამი გრადაცია და მათ შორის ურთიერთობა. აი ამაზე რომ ვისაუბროთ ჩვენ, მე მგონი საკმაოდ ლოგიკურია იმისათვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ აღიქვას ეს ყველაფერი. მოდით აი სამი სახის ინდივიდი, რაოდენობა, მათი რაოდენობა სხვადასხვა შეფასებით კიდევ არის ერთი რუსი ძალიან სერიოზული მკვლევარი სხვა ტერმინოლოგიით ასახავს იმას, რაც ბატონ შოთა ნადირაშვილს უწერია სერგეი საველიევი და თუ ძალიან ესეთი ლანძღავს ფსიქოლოგებს, რომ საერთოდ არაფერი არ იცით, რაღაცები მოიგონთ, რაღაცები რაღაც ზღაპრებს ხვებით, თვითონ თავისი სპეციალობით არის ტვინის მორფოლოგიის სპეციალისტი, ანუ ესმის რა ხდება აქ ფიზიოლოგიურ დონეზე და რა თქმა უნდა გადადის უკვე აი ამ სფეროში. ეხლა ჩვენ რაზეც ბიოლოგია თუ მედიკოსია? ამას რა ქვია? ბიოლოგია არის თუ მედიკოსი არის თუ რა არის? აი ნახეთ, აი აქ ხდება ზუსტად ინტერდისციპლინარული ცოდნა და თავის დროზე ისეთნაირად აღმოჩნდა, რომ მეც აი ამ ძიებებში მივადექი იმ ელემენტს, რომელიც ქართულ ფსიქოლოგიას აკლდა. საერთოდ აი აქამდე ახლა მივედით ჩვენ და მივედით იმ და თვითონაც მივიდა ეთოლოგია, ანუ ადამიანის როგორც ბიოლოგიური არსების ევოლუციურად მოპოვებული ქცევითი მოდელების გამოყენება, მათი დაბლოკვა ან გამოყენება, ეთოლოგია, ეთოლოგიის კურსი საველიევსაც მიყავდა, ამით დაიწყო ეს ყველაფერი, ანუ გაერთიანება დაიწყო და მეც, როდესაც აი შემომთავაზეს უკვე მეორედ კურსები რომ მიმყავდა, სხვადასხვა 6 კურსი იყო დაგეგმილი და 4 მიმყავდა, იქიდან ერთ-ერთი იყო ეთოლოგია. ანუ ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც აკლდა ქართულ ფსიქოლოგიას, მაგრამ 1979 წელს ქართულმა ფსიქოლოგებმა თქვეს, რომ არ გამოგვივა ფსიქოლოგიის განვითარება, თუ ამ ეთოლოგიის ელემენტები არ შემოვიტანეთ. ანუ მკაფიოდ არ ვთქვით, რა არის ქვეცნობიერი. აქამდე იყო ფროიდის გარკვეული წარმოდგენები და ეს კი არ უნდა შევცვალოთ, ეს უნდა განვავითაროთ და შემოვიყვანოთ ეთოლოგია აქ. ანუ სამი ტიპი. მოდით აი ესეთნაირად მე ახლა თითებზე უხსნი ჩვენ მაყურებელს და იმედი მაქვს, რომ აი სექტემბერში, როცა ჩვენ დავიწყებთ უკვე აი ესეთ კურსებს ჩვენს ორგანიზაციაში მოვიწვევთ მასწავლებლებს ნებისმიერი მიმართულებით. მე მაყურებელს ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ერთჩლოვნება საზოგადოების უფლებებისათვის გეგმავს უკვე გამოცდილი და ახალგაზრდა მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დაწყებას შემოდგომიდან და ამას უხელმძღვანელებს ბატონი ლევ გეონჯიანი. ეს გადაცემები შესავალია შეიძლება ითქვას ამ კურსისა, რომელსაც ფიქრობთ, რომ ბევრი ადამიანი გამოიყენებს. დეფიციტია ქვეყანაში, პედაგოგიკის ინსტიტუტი როგორც ასეთი აღარ არსებობს, პროფესიებს ასწავლიან, მაგრამ ამ ცოდნის გადაცემის უნარს ვერ უვითარებენ ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, მომავალ მასწავლებლებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ამ კურსების წარმოება ბევრს წაადგება და ბევრის გამოიყენებს. ხო და
ეს ეპოქალური კონფერენცია იყო, რომელიც ქალაქ თბილისში ჩატარდა აი 1979 წელს, სადაც მთელი დაგროვებულია ეს ბაგაჟი, ენერგია, რაც იყო ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში, დაიდო და მსოფლიო დაიწყო ამ მიმართულებით განვითარება, მაგრამ ქართული ფსიქოლოგიური სკოლის წინააღმდეგ იყო გამოყენებული საკმაოდ სერიოზული, აი საბჭოთა კავშირში, სერიოზული სადამსჯელო ზომები. პრაქტიკულად მოუსწეს ექსპერიმენტის განვითარების ბაზა, კიბერნეტიკის ინსტიტუტი და მართვის სისტემების ინსტიტუტი, სადაც უკვე გადასული იყო ხელოვნური ინტელექტის ამოცადებზე, ხო? ის რაც დღეს არის, აი ავტომატურად მეტყველების და თარგმნის ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული მართვის სისტემების ინსტიტუტში იყო დაწყებული. დიახ, აი ჩემი თანაკლასელი მუშაობდა. თარგმანები ხდება, უმაღლესი თარგმანებია, რაც ხდება ხა თანამედროვე პროგრამებით, ისე თარგმნიან, გეგონება მწერალმა გადათარგმნაო. აი ეს ყველაფერი იყო დაწყებული და ეს იყო ის პერიოდი, ანუ ჩვენ თუ დავიწყებ საქართველოს მეცნიერების ისტორიაში გარკვევას და აუცილებლად აი ერთმა ორგანიზაციამ დაიწყო უკვე რამდენიმე დღის წინ ვიყავი ღონისძიებაზე, სადაც იყო წარმოდგენილი ქართული მათემატიკის ისტორია. მუსხელიშვილი, ვეკუა, კუპრაძე, ბიცაძე ახალი გამოყენებითი მათემატიკის შემქმნელები და რა დარგებში იყო ეს ყველაფერი გამოყენებული და დღეს ქართული ელექტროდინამიკის სკოლა ერთ-ერთი უძლიერესია საერთოდ გამოყენების თვალსაზრისით ნამდვილად მსოფლიოში აღიარებული ამ დროშას არ აქნევ. საქართველოს არ იცის ამის შესახებ, მაგრამ ორჯერ წამიყვანეს კონფერენციებზე, საერთაშორისო კონფერენციებზე და იქ ვხედავდი ხალხი როგორ ეხება ქართულ სპეციალისტებს. ნუ ბატონ რომან ჯობავა სახელი უნდა დავასახელო და ბატონ რევაზ ზარიძეს. ანუ აი ასეთ ისინი მხრებზე იდგნენ ნიკო მუსხელიშვილის და მათი ფსიქოლოგია არის შეხება. დღეს რა არსებობს ადარჩა ამ წერიდან ვინ არიან? იცით რა, ადგილ არის აი ეს ჯერ კიდევ ძველი გვარდია მზად არის რომ გადასცეს თავის გამოცდილება ახალგაზრდებს და აი პარასკევს ვიყავი ჰიდრომეტროლოგიის ინსტიტუტში სემინარი ჩავატარე ზუსტად ამ თემაზე. და ახალგაზრდებთან მაღალი ენერგიების ინსტიტუტში ჩემი სტუდენტები არიან, ეს სტუდენტები მოვამზადე იმისათვის, რომ დღეს ამ მისიას ახორციელებენ. რომ დაუბრუნდეთ ჩვენ აი ამ საკითხს. ანუ სამი ტიპის ადამიანი, სამი ასე ვთქვათ, აი სოციალური ქცეების და ბატონ შოთა ნადირაშვილს ეს ყველაფერი განწყობის მექანიზმიდან გამომდინარე დეტალურად აქვს აღწერილი, როგორ ვითარდება ეს ყველაფერი და გრაფიკების, დიაგრამების სახით მაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ სიტყვიერადაც შემიძლია ამის თქმა, მაგრამ რაღაცა აკლდა ამას. აი დღეს უკვე მიღებულია და ფიზიოლოგებმა დიდი ხანია იცოდნენ ეს ყველაფერი, რომ ჩვენი ტვინი ორი ნაწილისაგან შედგება. ანუ აქ გვაქვს ჩვენ რაღაც ნაწილი, სადაც არის ძველი ქცევის პროგრამები. მაშინ როცა ჯერ მაიმუნებიც კი არ ვიყავით, ევოლუციას თუ გამოვიყენებთ, ხო, დარვინს თუ ვენდობით და ნეოკორტექსი ეს არის ის ნაწილი, სადაც დაიწყო უკვე გონევრული განვითარება, homo sapiens-ი, როდესაც გაჩნდა და აი ამ ძველ ნაწილში, რომელიც შუბლთან არის განთავსებული, ის ძველი ევოლუციურად შემუშავებული პირველადი სოციალური ქცევის მექანიზმებია. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ იმდენად ძლიერია ეს ყველაფერი, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ მსხვერპლნი ამ ქცევითი პროგრამების და შეიძლება პირიქით ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ანუ ამის აღმოჩენა
საერთოდ აი ამ ქცევის მოდელების და ლოკალიზებულიც არის ჩვენ ტვინში გარკვეულ ადგილას არის აღინიშნა ნობელის პრემიით 73 წელს კონრად ლორენცი, ნიკოლას სტინბერგენი და კარლ ფონ პრიში. სხვადასხვა ქცევაში, სხვადასხვა ცოცხალ ბუნებაში არსებულ მექანიზმებზე ეს მნიშვნელოვანი მძივი იყო აღმოჩენილი, რომელიც აი ფსიქოლოგიაში გადმოდის ახლა უკვე. ანუ ჩვენ თუ განვიხილავთ ჩვენ აი ამ შერწყმას ფსიქოლოგიის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგია ყველაზე კარგად ასახავს ამას. მაშინ აქედან შეიძლება ითქვას და მე როდესაც აი ამ წიგნს ვკითხულობდი, მე სტრიქონებს შორის ვკითხულობდი ამას, რომ ბატონ შოთა ნადირაშვილს ძალიან კარგად ესმოდა. იმიტომ რომ კონფერენციის მონაწილე იყო, იქ იყო ნათქვამი ქართულმა ფსიქოლოგებმა თქვეს, რომ ფსიქოლოგია უნდა გადაიწეროს. ძალიან საინტერესო ურთიერთობა მქონდა რუსულ სკოლასთან ფსიქოლოგიის. იყო ასეთი ჯანსაღი მეტოქეობა საერთოდ და ის რომ დღეისათვის ჯერ არ გამქრალა საერთოდ განწყობის ფსიქოლოგიის სკოლა, მადლობა უნდა უთხრათ ალექსანდრე ასმოლოვს, რომელმაც შეინახა ეს ყველაფერი, ახალგაზრდა ადამიანი შოთა ნადირაშვილთან მეგობრობდა, სურათები მათი ერთად გადაღებული და ანუ პირველი ასე ვთქვათ ინდივიდი ეს არის აი ამ ძველი ქცევითი ატავისტური პროგრამების და ჩვენი ინტელექტის ორთა ბრძოლის გარკვეული შედეგი. ანუ გავდივართ ამას, თქვენ რო გახდეთ პიროვნება, პირველი ეტაპიც უნდა გაიაროთ, მეორე ეტაპიც უნდა გაიაროთ და მესამე ეტაპზე უნდა გახვიდეთ. ანუ ასაკთან ერთად ხდება ესეთი ევოლუციური განვითარება. შეიძლება რაღაც გარემოების გამო გაჩერდეს პირველ ეტაპზე, აღარ განვითარდა და თავისებურება ჩვენი თანამედროვე რეალობის ისეთია, რომ იმდენად სწრაფად ვითარდება ეს ყველაფერი, რომ თავის დროზე თუ ვერ გაიარეთ შენ წარმატებით ეს პირველადი სტადია, როცა შეგიძლია ინსტრუქციებით იმოქმედო და თუ დროზე ვერ გადახვედი მეორე სტადიაზე და თუ არ დაიწყე ამ ინსტრუქციების გადაკეთება, გადმოკეთება ისეთნაირად, რომ აი ამ მრავალფეროვან სამყაროში ახალი ობიექტების შექმნა, პრინციპულად არა, მაგრამ იმის მსგავსი თუ ჩამორჩი, იმდან სწრაფად ვითარდება ეს ყველაფერი, რომ აღარ გამოვა. ხო და მესამე ეტაპზე პიროვნება, სადაც უკვე კვლევის უნარი აღმოაჩინე შენ თავში, რომ არ ახარ ინსტრუქციებით შებოჭილი, შეგიძლია გადახვიდე სხვა დონეზე, თუ იმ დონეზე გადახვედი, ესეც უნდა მოხდეს გარკვეულ ასაკში, იმდან სწრაფად არის. აი ახლა მოდით ისევ უნივერსიტეტს დაუბრუნდეთ და მე აი ასეთნაირად უყურებ, რომ არიან უნივერსიტეტები, რომლებიც პრაქტიკულად დაკვეთით წარმოების და ამ ახალი რეალობის შექმნის სამყაროს ობიექტების მსხვილი ფირმების, მსხვილი კვლევითი ცენტრების დაკვეთით ამზადებენ სპეციალისტებს, რომლებიც პირდაპირ მიდიან მათ წარმოებაში, მათ გარემოში მიდიან, თითებზე დასათვლელია ეს უნივერსიტეტები. საქართველოში ასეთი უნივერსიტეტი არ გვყავს. ხო, აი მაგალითად General Electric-ის აი ასეთი უნივერსიტეტი ამერიკულ ქალაქ სირაკუზაში არის. ისეთი პროგრამები იქიდან პირდაპირ წარმოებაში მიდიან. პირდაპირ კვლევაში და წარმოებაში, ტექნოლოგიურ წარმოებაში. სხვა შემთხვევებში და საქართველოში არის, როდესაც ავტორიზაცია მოხდება პროგრამის, 7 წლის შემდეგ იცვლება. ანუ 7 წელიწადში იქამდე მივა ეს ყველაფერი და არა მარტო საქართველოში, ეს პრობლემა აღმოჩნდა საერთოდ მსოფლიოში. უკმაყოფილოა ის მაღალტექნოლოგიური გარემო, იმით რა კადრებს ამზადებენ უნივერსიტეტები. ჩვენთან ეს ყველაფერი მარტო უნივერსიტეტზე აღარ არის დამოკიდებული. იმიტომ რომ ახალგაზრდები, რომლებიც სკოლას ამთავრებენ და შედიან უმაღლეს სასწავლებელში, აღმოჩნდა რომ არიან მომზადებლები.
რა უნდა მისცეს მას თუნდაც კარგმა უნივერსიტეტმა თუ მომზადებელია სკოლაში და კიდევ სკოლამდელი აღზრდაც რომ მოიკოჯლებს ეს კიდევ სკოლაშია პრობლემა ბავშვები იქიდანაც მომზადებული უნდა შედიოდნენ არც ეს არ ხდება როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოსწორება აი მოდით ახლა აი თქვენ მიადექით ბუნებრივად იმ სიტუაციას რომ არის მოთხოვნილება თანამედროვე პროგრესის და რა უნდა ვქნათ აი ამ შემთხვევაში ანუ უნივერსიტეტი უნდა აკმაყოფილებდეს კადრებით უზრუნველყოფდეს აი ამ სფეროს მაგრამ უნივერსიტეტში შემოდის მასალა რომელიც მომზადებელია აი ჩემს პრაქტიკაში ესე იყო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში რომ მუშაობდი მე პრაქტიკულად იმ ელექტრონული და ელექტრონული ინჟინერიის პირველი კურსის განმავლობაში სტუდენტების აი სკოლიდან მოსული სტუდენტების უკვე რეაბილიტაციაზე მუშაობდი მათი აზროვნების განვითარებაზე იყო კიდევაც ერთი შემთხვევა, როდესაც კურიოზულია, მაგრამ გამოჩნდა ერთი სტუდენტი, ეს საინტერესო ისტორია არის, რომელიც ყველგან სადაც იყო საუნივერსიტეტო ორგანოები, საჩივრები დაწერა, რომ ბატონ ლევი გეორგიანი ელექტრონიკას კი არ გვასწავლის, აზროვნებას გვასწავლისო. და ელექტრონიკას არ გვასწავლისო ეს სემესტრის დასაწყისში იყო და მე მეუბნებოდი რომ მე აზროვნებას რო გასწავლით თქვენ ელექტრონიკას თვითონ ისწავლით და ეს ყველაფერი ესეთნაირად იყო აგებული ნუ კოლეგებმა მხარი დამიჭირეს ანუ გამოდის რომ იმ პროგრესის მოთხოვნილებიდან გამომდინარე ჩვენ სკოლას უნდა მივხედოთ როდესაც პროგრამის თანახმწვანელს უთხარი რომ მოდით ჩვენ საუნივერსიტეტო მოთხოვნები ჩამოვაყალიბოთ დოკუმენტის სახით რომ იცით რა იმისათვის რომ ჩვენ მივახციოთ იმ შედეგს მოვამზადოთ ესეთი ადამიანი ანუ მთელი ქართული ფიზიკის, ქართული მათემატიკის, ქართული მეცნიერების, ქართული კულტურის ხო აი აქ რაც არის ხო ამაზე დაყრდნობით რომ გავამზადოთ ეს პროდუქტი ჩვენ გვჭირდება გარკვეული მასალა ანუ ჩვენთან მოსული აბიტურიენტო პირველ კურსელი რაღაც პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ხო უნივერსიტეტში მოახერხე და წერილი დაიწერა უნივერსიტეტიდან სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმის ცენტრში და იქიდან მოვიდა პასუხი პირადად მითხრა თვითონ ეს რა არისო პროგრამის თანახმწვანელობა მომწერა ხელმძღვანელმა რომ ჩვენ საქმეებში რატო ერევით ანუ სამინისტროს ხელმძღვანელობამ ბარიერი დააყენა არავ, ჩვენი საქმე არ არისო თქვენთვის კადრების მომზადება. ჩვენთვის არის აი აქ ჩაერთო ის ლიბერალური განათლების პრინციპები. მომხმარებელი გავზარდოთ და არა შემომქმედი და პიროვნება საბოლოო ჯამში. ეს მომხმარებელი ძალიან გადაწელილი ცნება ადამიანს ყველას უნდა ყვება. თუ შენ ყვების პროდუქტებს ყიდულობ, მომხმარებელი ხარ და თუ აქედან შეხედავ, ყველა სულიერი მომხმარებელი არის და რა მომზადება უნდა იმას, რა სამზადებ. აი, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ დავიყვანეთ ჩვენი განათლების სისტემა ისეთნაირად იყო აწყობილი და რჩება კიდევაც ესეთნაირად აწყობილი, რომ რჩება აი ამ დონეზე. ერთადერთი საშველი არის რომ ჩვენ შევარჩიოთ ის სტუდენტები რომლებიც რაღაც გარემოების გამო ან ოჯახში მასწავლებლები არიან ან კიდევ რაღაც მიზეზების გამო ისეთნაირად შევარჩიოთ ის სტუდენტები საცალო წარმოებაზე რო იყო საუბარი ანუ მასობრივ წარმოებაზე არაფერი არ გამოვა ეხლა ნახეთ მე დაუბრუნდები მაინც ფსიქოლოგიას და ამ საკითხს ერთხელ დავძარით ეს საკითხი საპატრიარქოს უნივერსიტეტში ანდრეა პირველწოდებულის უნივერსიტეტში და აი ეს ინდივიდები და ბოდიში და სუბიექტები რომლებიც აი ამ მართვის სისტემაში არიან მაშინათვე მოხდა მათი რეაგირება ამაზე რომ ესენი ერევიან ჩვენ საქმეებში და რაღაცა უნდა გავაკეთოთ აი თქვენს გაქვთ ამის გამოცდილება მოგიყოლიათ რაღაცეები და თქვენ წარმოიდგინეთ რომ დაახლოებით თუ არ ვცდები 2014-15 წელში წლებში არის შეიძლება ამის დაზუსტება იმართება პარლამენტის
განათლების და მეცნიერების და ახალგაზრდობის და ასე შემდეგ კომიტეტის გაფართოებული სხდომა, სადაც სამინისტროს წარმომადგენელი გამოდის, მინისტრის მოადგილე ზის, პარლამენტის თავმჯდომარის გვერდით და საუბარია, რომ ქართულ განათლებაში იწყება ახალი ეპოქა. განწყობის თეორიის გამოყენებას ვიწყებთ. განწყობის თეორია არის მითი და ადამიანებს, რომლებიც იქ ლაპარაკობდნენ, მათი ასე თუ თავარი სპიკერი იყო და უსმენ ამას ვარ საკმაოდ კარგად გარკვეული, ანუ აი ჩვენ რასაც ახლა ვაკეთებთ, გვინდა რომ ჩვენ მასწავლებლების გადამზადება დავიწყოთ, რომ მივცეთ მათ ის საწყისები, აი პირველი საწყისი უკვე არის, როგორ გადავიყვანოთ ბავშვი თავის დროზე აღმოვაჩინოთ, რომ აი ამ ბავშვს აქვს შემდეგი ეტაპის უნარები, სუბიექტი უნდა გახდეს თავის დროზე, როგორ გადავიყვანოთ, მასწავლებელი ამას უნდა აკეთებდეს და როგორ გადავიყვანოთ მერე უკვე პიროვნების დონეზე მოსამზადებლად და შევქმნათ აი ასეთი ნამდვილად ღირებული პროდუქტი, რომელიც თავისი ცოდნით მერე გაამდიდრებს იმ წინა დონეებსაც, აი ესეთნაირად ავსვათ. ეს ამოცანა იყო თლათ ასე არ იყო, მაგრამ აი ახლა განწყობის თეორიას გამოვიყენებთ და ჩაგდებული იყო ეს ყველაფერი, რადგან არის მოდა. ეხლა მე მინდა რომ განვამტკიცოთ ჩვენ მაინც აი ჩვენი წარმოდგენა აი იმ ჩვენი მომავალი გეგმის დროს, აი რაც გვინდა რომ განვახორციელოთ ჩვენ მასწავლებლებთან ურთიერთობაში, ძალიან მარტივი მაგალითი დაგანახოთ, ანუ ფენომენალური სკოლაში, როდესაც სტუდენტობის დროს გავდიოდი პრაქტიკას, ну стандартულად იყო მე-6 კლასში და მე-10 კლასში იყო პრაქტიკა, მაგრამ მეთოდისტმა გვითხრა, რომ ამ სკოლაში კიდევ მე-6 კლასი მიყავს ერთ გენიალურ მასწავლებელს და მე მოველაპარაკე, მის გაკვეთილებს აუცილებლად უნდა დაესწროთ. ეს არის სულ სხვა რაღაცა და მივედით იმ გაკვეთილზე და ვხედავთ, რომ სხვანაირი ბავშვები არიან. ჩვენ ვიყურებენ ასეთნაირად. აქაც არის ეს ელემენტი, არ ეშინიათ სტუდენტების. იმ კლასებში, სადაც პრაქტიკას გავდიოდით, მასწავლებელთა საქმიანობას ვეცნობოდით, სხვანაირად იყო ეს ყველაფერი და ცოცხალი ბავშვები არის. სტუდენტები მოვიდნენ, ხო, ახლა პრაქტიკანტები, ჩვენ და ვაჩვენოთ და შემოდის მასწავლებელი და ეუბნება ამ ბავშვებს, რომ იცით რა, ჩვენ დღეს თემა გვაქვს სამკუთხედის ფარკი. მაგრამ თქვენ იცით უკვე ეს და მიჯერეთ. ხედავ რომ ბავშვებს ემოცია ყველაფერი არის და დახატა დაფაზე 4 კუთხედი. ამ გენიალურმა მასწავლებელმა და ბავშვები ამას ფიქრობენ და სიტუაციას ქმნის, საგანმანათლებლო სიტუაციას ქმნის და დიაგონალი გაატარა. ყველა ბავშვმა ხელი აწია, ანუ ყველა მზად იყო. ნახეთ, ანუ მათი განწყობის, პირველადი განწყობის, რომ განმარტებით იცოდნენ რა არის ფარკი, ხო? ეს როგორც კი ეს ელემენტი დაემატა, მაშინათვე ამ ბავშვებმა მიხვდნენ, რომ ერთი მხარე, მეორე მხარე, ერთმანეთზე უნდა გავამრავლოთ და გავყოთ ორზე. თელმა კლასმა ხელი აწია. სულ რაღაცა წუთებში, წამებში ხდება ეს ყველაფერი. მშვენიერია იძახის ეს მასწავლებელი. მოდით, ეხლა კიდევ ორი ამოცანა, მე როცა მასწავლებლებს ვხვდები, ყოველთვის ვაჩვენებ ამას და მინდა რომ აი ეხლა ორი სამკუთხედი უკავია ამ მასწავლებელს და აბა მოდით ეხლა აგრძელებს ამ საგანმანათლებლო სიტუაციას და აბა ეხლა ამ სამკუთხედის ფარკი გამომითვალეთ. ხედავ ბავშვები ემოცია იცვლება და დახარა ოდნავ. მაშინათვე მთელი კლასი ფეხზე წამოდგა. ანუ ამ ბავშვებმა თავისი გამოცდილებით და ჩვენ თვითი მუშაობს, ინტელექტუალური განვითარებით მდინარეობს, დაიყვანეს ეს მეორე ამოცანა პირველ ამოცანაზე ამ დიაგონალზე. ემოცია იყო როგორი მთელი კლასი ფეხზე დგას და ხელს წევს და მერე გააკეთა, ეს იყო ფინალი, ასეთნაირად გააკეთა. ემოცია იყო ისეთი, რომ ორი ბავშვი მერხზე ახდა. წარმოიდგინეთ, ხო? აი ჩვენს განკურნებულები უყურებდით, ანუ შექმნა
მიმდევრობა, განათლების სიტუაციების მიმდევრობა, სადაც ბავშვებმა აღმოჩენები გააკეთეს. ანუ განმარტებიდან გამომდინარე. მე მაქვს მთელი კოლექცია ეს საგანმანათლებლო სიტუაციების და მასწავლებლები და ახალგაზრდა მშობლები, რომლებიც მობრძანდებიან ამას ბებიების და ბაბუების დასაშვებია, მთელ მიმდევრობას ავაწყობთ ესეთნაირად. მათემატიკა და ფიზიკა და გეომეტრია ერთად იქნება წარმოდგენილი. და მთავარი და მინდა რომ ამით დავაგვირგვინო მე ახლა სამი ტიპი, ანუ ინდივიდი დროზე უნდა გაიაროს. ანუ ამ კლასში ყველა უკვე მზად იყო მეორე ეტაპისათვის. ყველას ჰქონდა უკვე ჩართული აზროვნების უნარი და დღეს სკოლაში ეს უნდა იყოს. მასწავლებელი ფსიქოლოგი ამას უნდა მიყვებოდეს, მაგრამ სკოლაში სახელმძღვანელოს პრობლემაზე არის საუბარი და ის ელემენტი ეთოლოგია, რომელსაც უმატებთ ჩვენ აი ამ ფსიქოლოგიურ განწყობას ანუ აი ამ უნარს ამას მე დავაზუსტებთ რომ დავაფიქსიროთ ეს ყველაფერი შემდეგ გადაცემაში და გავაკეთოთ ესეთი რაღაცა ეთოლოგია შიშზე და აგრესიულობაზე არის აგებული. ანუ ყოველი აი ესეთი ეტაპი, აი ამ ერთი სიტუაცია და მეორეზე გადასვლა არის შიშის დაძლევა. ანუ ცოდნის და ინტელექტუალური განვითარება მოითხოვს ყოველ მომენტში შიშის დაძლევას. შემიძლია თუ არა, დამცინიან თუ არა. ეს ფსიქოლოგიაზეა მიბმული. დიახ. ანუ ფსიქოლოგია და ეთოლოგია და თუ გადადიხართ თქვენ მეორე ეტაპზე ბავშვობაში, ანუ შიშის გარკვეული ტიპის უკვე სიტუაციები გაქვს დაძლებული. ვინც პიროვნების დონეზე გადადის, უკვე უცნობი მოვლენების შიში აღარ აქვს. მკვლევარი ხდება. მკვლევარს თუ თავისი კვლევის ობიექტის ეშინია, არაფერი არ გამოვა. ანუ შიშის დაძლევა და აი ასეთი მიმდევრობის შექმნა. აი ამ ნეოკორტექს, სადაც არის ზუსტად უკვე ჩვენი ცოდნა და ჩვენ როგორც ფსიქოლოგიური არსებები, მე დავარქვი უზნაძის მეხსიერება, სადაც პროგრამირება ხდება და იმ ძველ ეთოლოგიურ ნაწილს, სადაც არის კონკრეტული ქცევის პროგრამები, ლორენცის დავარქვი, იმიტომ რომ ლორენცმა ყველაზე ღრმად ჩახედა საერთოდ აი ადამიანის და ცივილიზაციის ქცევაში. წინა გადაცემის დროს მე ვთქვი, მაშინ თუ გახსოვთ, რომ სპორტს უნდა შევეხოთ. აი სპორტი არის შიშის დაძლევის მთავარი ალბათ შემდეგ გადაცემაზე უკვე ესეც გავშალოთ და სპორტული საქმიანობა უნივერსიტეტში, ინტელექტუალური საქმიანობა კვლევა გვაქვს ჩატარებული, რომ სტუდენტები, სპორტსმენები უკეთესად სწავლობენ და გოგონები ჯობნიან ბიჭებს. დიდი მადლობა ბატონო ლევ. ეთერში იყო გადაცემა ერთობიდან ერთსრულებამდე. ჩვენი რუბრიკა გახლავთ უმაღლესი განათლება 21 საუკუნეში. ჩვენ ვართ ხელმძღვანელები ორგანიზაციისა, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა, ერთსრულება საზოგადოების ხრივებისათვის და ყველას გიხდით მადლობას, ვინც გვისმენდით და ვინც აპირებთ რომ შემდეგ გადაცემებსაც მოусმინოთ. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.